უკრაინამ და ამერიკამ მინერალების შესახებ გარიგების პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ვაშინგტონში. უკრაინის იშვიათ მინერალებზე წვდომის შესახებ მოლაპარაკებები დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც ფართო მოლაპარაკებების ნაწილი რუსეთის შეჭრის დასასრულებლად და ასევე მოიცავს ამერიკის მონაწილეობას უკრაინის აღდგენის ფონდში. უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით პირობები მას შემდეგ შეთანხმდა, რაც ყველაფერი მიუღებელი ამოიღეს ტექსტიდან და ახლა უფრო ნათლად არის სასახული თუ როგორ უწყობს ხელს ეს შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებასა და მშვიდობას. შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინის იშვიათი მიწებისა და სხვა წიაღისეულის 500 მილიარდი დოლარის წილის შესახებ იმ დახმარების ანაცვლოდ, რომელიც ამერიკამ უკვე გასცა კიევზე, რაზეც ზელენსკი არ დათანხმდა. კარგია თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად და მე მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით სურს დაიწყოს ოქროს ბარათების გაყიდვა ამერიკაში ცხოვრების მსურველი უცხოელებისთვის. მისი თქმით, ოქროს ბარათის ფასი 5 მილიონი დოლარი იქნება. როგორც ტრამპმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ძალაში დაახლოებით 2 კვირაში შევიდეს. კითხვაზე განიხილავს თუ არა ის რუსი ოლიგარქებისთვის ბარათების მიყიდვას, ტრამპმა უპასუხა: დიახ, შესაძლოა. მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია. ევროპამ უნდა დააფინანსოს თავდაცვის სტრატეგიული პროექტები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ სპეციალური პროგრამა უნდა გამოიყენოს კონტინენტისთვის სტრატეგიული ინტერესების მქონე პროექტებზე თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ვიზიტისას კოლეგას აბბას არაკჩის შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ სარკინიგზო ხაზის რეშ-ასტრას მშენებლობა, რომელიც ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანსპორტო ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილია, უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი თქმით, ირანელები ყველა იმ ნაბიჯს დგამენ, რომლებიც სარკინიგზო ხაზის რეშ-ასტრას მშენებლობისთვისაა საჭირო. სერგეი ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ რუსეთ-ირანის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება. მისი განცხადებით, ირანელ კოლეგასთან შეხვედრისას რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებზე ისაუბრეს. საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management 1.5 მილიარდ დოლარად Bridge Investment Group შეიძენს. Bridge-ის დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა ტრანზაქციას და აქციონერებს მისი დამტკიცების რეკომენდაცია გაუწია. მიუნხენის აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო 27 და 28 თებერვალს აეროპორტში რეისების უმეტესობა გაუქმდება. აეროპორტის ოპერატორი კომპანიის ინფორმაციით, ავიაკომპანიები სავარაუდოდ დაახლოებით 1600 მეტ რეისს გააუქმებენ. მგზავრებს კი ურჩევენ მიმართონ თავიანთ ავიაკომპანიებს რეისების შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად. გამაფრთხილებელი გაფიცვა 27 თებერვალს შუაღამისას დაიწყება და 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მიუნხენის აეროპორტი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძია. კვირის დასაწყისში პროფკავშირებმა გაფიცვისკენ ასევე უწოდეს კიოლნი, ბონისა და დიუსელდორფის აეროპორტების თანამშრომლებს. პროფკავშირები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ასევე გერმანიის საჯარო სექტორის დასაქმებულებისთვის ითხოვენ. მოთხოვნები მოიცავს ხელფასის 8%-ით გაზრდას, ასევე სამ დამატებით ანაზღაურებად უქმე დღეს. ტესლას ახალი ავტომობილების გაყიდვები ევროპაში გასულ თვეს თითქმის განახევრდა, რაც ამერიკული ავტომწარმოებლის ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ავტომწარმოებელმა ევროპაში იანვარში 9945 ავტომობილი გაყიდა, რაც 45%-ით ნაკლებია შარშანდელ 18161-თან შედარებით. ტესლას წილი ბაზარზე 1.8%-დან 1%-მდე შემცირდა. კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის ავტორები სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერები არიან, რომლებმაც კრიპტობირჟა Bybit-დან რეკორდული 1.5 მილიარდი დოლარის მოცულობის კრიპტოაქტივები მოიპარეს. როგორც ცნობილია, ჰაკერებმა Bybit-ის უსაფრთხოების სისტემაში შეღწევა და ერთ-ერთი მსხვილი საფულიდან კრიპტოვალუტის მოპარვა შეძლეს. Bybit-ის დირექტორის ბენ ჟოუს განცხადებით, კრიპტობირჟა გადახდის უნარიანია და მის 60 მილიონ კლიენტს არაფერი ემუქრება. მოპარულ აქტივებთან დაკავშირებით ჯოუ აღნიშნავს, რომ გამოძიება დაწყებულია და კომპანია ყველაფერს გააკეთებს ჰაკერების აღმოსაჩენად. უფრო მეტიც, ის 140 მილიონის ჯილდოს გადასცემს იმას, ვინც დამნაშავეების იდენტიფიცირებას შეძლებს. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ MicroStrategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 2 მილიარდი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია მკვეთრად გაზარდა. ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში კომპანია 499,000-მდე ბიტკოინს ფლობს. პორტფელის საერთო შეფასება კი 48 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.3%-ს ფლობს.